5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნოემბრის აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მინდაძეს პატიმრობა მიესაჯა. ბრალდება მინდაძეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლისთვის პიროტექნიკის სროლას ედავებოდა. საქმეში დევს ვიდეო მტკიცებულება და სამართალდამცველის ჩვენებაც, რომელმაც მინდაძე ამოიცნო, თუმცა დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ვიდეოში, სადაც კონკრეტული ადამიანი ფოიერვერკს ისვრის, მინდაძის იდენტიფიცირება არ ხდება. დღეს დანიშნულების რაზმის წევრი კი ფარის უკან მინდაძეს ვერ ამოიცნობდა. განაჩენის გამოცხადებამდე საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა. მან მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და პარტია ლელოს მიმართა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს. მოწოდებების მიუხედავად დაპირისპირება მანდატურებსა და მხარდამჭერებს შორის არაერთხელ მოხდა. ბელა ზაქაიძე ადევნებდა თვალს სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება. ბელა. დიახ, დაპირისპირება სასამართლოში მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის მიერ გამოცხადებულ განაჩენს მოჰყვა, ხმაური ჯერ კიდევ დარბაზში დაიწყო და გაგრძელდა სასამართლოს ეზოში. მანდატურები მოუწოდებდნენ გიორგი მინდაძის მხარდამჭერებს, რომლებიც იყვნენ აქტივისტები, დაკავებული დემონსტრანტების ოჯახის წევრები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომ დაეტოვებინათ სასამართლოს ეზო. ისინი პროტესტს სიტყვიერი შეძახილებით გამოხატავდნენ სასამართლოს ეზოში, ასევე ხელოვნურ კვამს უშვებდნენ, თუმცა მანდატურებსა და მხარდამჭერებს შორის მოხდა დაპირისპირება. საბოლოოდ მანდატურებმა სასამართლოს შენობა და ეზო დაატოვებინეს გიორგი მინდაძის მხარდამჭერებს, რომლებმაც თქვეს, რომ ინაცვლებდნენ რუსთაველის გამზირზე. რაც შეეხება უშუალოდ პროცესზე არსებულ ვითარებას, განაჩენამდე გიორგი მინდაძემ საბოლოო სიტყვით ისარგებლა და როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, დარბაზს მოუწოდა წყნარად და მშვიდად შეხვედროდნენ განაჩენს. ლელოს კი მოუწოდა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო და დაკავებული დემონსტრანტების პოზიცია გაეთვალისწინებინა. საბოლოო სიტყვამდე დასკვნითი სიტყვა თქვა დაცვის მხარემ, ასევე ორივე მხარის რეპლიკები იყო დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე. რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, თქვენც აღნიშნეთ, რომ ორი ძირითადი მტკიცებულება, რომელზეც ბრალდება უთითებს, ეს არის ვიდეო კადრები, სადაც ჩანს კონკრეტული ადამიანი, როგორ ისვრის ფოიერვერკს. ბრალდების მხარის მტკიცებით ეს სწორედ გიორგი მინდაძეა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტიკურმა ექსპერტიზამაც, კერძოდ ჰაბიდოსკოპიური მიმართულებით ექსპერტიზამ დაადასტურა, შედარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰაბიდოსკოპიურ ბაზაში არსებულ გიორგი მინდაძის ფოტოსთან ეს კონკრეტული ვიდეო კადრი და ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ეს იყო გიორგი მინდაძე. ასევე ბრალდების მხარის მტკიცებით საქმეში არის გდდ-ს თანამშრომლის ჩვენება, რომელმაც სასამართლოს ხდომაზე პირდაპირ გიორგი მინდაძეს დაადო ხელი, რომ ფოიერვერკი, რომელსაც მოხვდა და ფეხზე დამწრობა მიიღო, სწორედ გიორგი მინდაძის მხრიდან იყო გასროლილი. ყოველივე ამ მტკიცებულებებს დაცვის მხარე ეჭქვეშ აყენებს, როგორც ადვოკატმა განაცხადა, კადრებში არ ჩანს თუ ვის ხვდება ფოიერვერკი. გდდ-ს თანამშრომელი დაცვის მხარის განცხადებით ვერ დაინახავდა გიორგი მინდაძეს, რადგან საკმაოდ შორმანძილზე იყო, სიბნელე იყო და ის ფარის უკან იმყოფებოდა. მეც არ ველოდებოდი არაფერს ამ გაუნათლებელი და შეუგნებელი ხალხისგან, მაგრამ უფალს იმხელა ძალა აქვს შვილო. ამ ჩემ წრემს არავის არ შეარჩენს, ჩემ გიოს სითბოს გაყინვას არავინ არ შეარჩენს. უფალი ყველას მიუძღობს სამაგიეროს, ამათ როგონია ჩვენ ამით დავეცემით, ჩვენ ამით არ დავეცემით. ჩვენ წინ წავალთ უფრო, იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილი ქართველები ვართ. დღევანდელი გადაწყვეტილება მოსამართლემ რაც გამოაცხადა, იყო დაუსაბუთებელი, უკანონო. არც ერთი მტკიცებულება არ იყო საქმეში, რომელიც ამის თქმის და ამის გამოცხადების საფუძველს მისცემდა მას. საქმეში არსებობს რამოდენიმე წამიანი ვიდეო, რომელიც საჯარო სივრცეშიც გავრცელებული არაერთხელ უკვე. ამ ვიდეოში ყველა ერთად კარგად ხედავთ, რომ კონკრეტული პიროვნება შესაძლოა მართლა ისროდეს ფოიერვერკს, თუმცა ვის ხვდება რა მანძილიდან და აზიანებს თუ არა მას, ამის დადგენა არის შეუძლებელი. რაც შეეხება კონკრეტულ პიროვნებას, დაზარალებული მაქვს ხედელობაში, თუ ეს დაზარალებულია ბუნებრივია, პირდაპირ და ცალსახად ვერ მიუთითებს თუ იმდენ ხალხში ვინ დააზარალა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელებზე თავდასხმისთვის ბრალდებული დამნაშავე ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებები დადასტურდა, რომ 2024 წლის 29 ნოემბერს თბილისში 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე აქციის დროს ბრალდებულმა პიროტექნიკა ისროლა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით იქ მდგარ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომელიც ერთ-ერთ სამართალდამცველს ფეხის არეში მოხვდა და დამწვრობა მიიღო. დაპირისპირება სასამართლოში პროცესის დაწყებამდეც მოხდა. მინდაძის მხარდამჭერები ცდილობდნენ დარბაზში შესვლას, თუმცა დარბაზი მცირე იყო და დაახლოებით 20 ადამიანის დატევა იყო შესაძლებელი. მანდატურები მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ, რის საფუძველზეც ერთი ეპიზოდი მოხდა დასაწყისშივე მანდატურებსა და მხარდამჭერებს შორის. დაპირისპირება, რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, როგორც ადვოკატმა განაცხადა, აპირებენ დღევანდელი განაჩენის გასაჩივრებას. ბრალდება ამ განაჩენს დასაბუთებულს უწოდებს პოლიტიკოსები და აქტივისტები იმყოფებოდნენ სასამართლოში, როგორც უკვე გითხარით, რომლებიც პოლიტიკურ განაჩენზე საუბრობენ. მადლობა, ეს ბელა ზაქაიძე იყო.